საპროტესტო აქციები და შეურაცხმყოფელი განცხადებები მმართველი გუნდი და ოპოზიცია ქვეყანაში სიძულვილის ენის გავრცელებაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. გუშინ მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და ქართული ოცნების წევრს ბექა ოდიშარიას შორის იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ადგილი ჰქონდა უცენზურო სიტყვების გამოყენებას. აქცენტი იყო გაკეთებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. როგორც ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, ეს არაეთიკურია, თუმცა სიძულვილის ენის გავრცელებაში ადანაშაულებენ მმართველ გუნდს. ბრალდებები ისმის ქართული ოცნების მხრიდანაც. ჩანასახში არც უნდა ყოფილიყო შენ არცინა არაეთიკური გახავთ რომ ადამიანის ჯანმრთელობას ეს რამ მოხდა რა თქმა უნდა არაეთიკური გახავთ მაგრამ ერთადერთი რასაც ეს ხალხი აკეთებს არის სიძულვილის და სისხლის დათესვა ფურთხება დაპატიმრება წამება ადამიანებს და შემდგომში არავის დასჯა საკუთარი რიგებიდან როგორც ნახეთ ხო რომ აწამეს მათ შორის თქვენი კოლეგები ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს და ერთი ადამიანი არის დასჯილი და სხვა ადამიანები რომელზეც ტყიცებულებები არ არსებობს წლობით ციხისთვის გაიმეტეს ესეთი რეჟიმი მუდმივად სიძულვილის დამთესავი იქნება საზოგადოებაში ამიტომაც არის საშიში ეს რეჟიმი სამოქალაქო დაპირისპირებას აღუევს ივანიშვილი და მისი ბანდა სულიად მიუღებელია ადამიანს რომელსაც შესაძლოა ქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა ეს მას წამოაძახო ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი და თქვენ კარგად იცით რომ ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით და დღესაც ვართ ნებისმიერი ტიპის რადიკალური დაპირისპირების მაგრამ მეორეს მხრივ უნდა ახსოვდეს ყველას რა თქმა უნდა პირველ რიგში ოცნებას რომ მათ მორალური უფლება აღარ აქვთ ხალხში გასვლის და მათ უნდა ესმოდეთ როდესაც უკანონო დაპატიმრებენ ახალგაზრდებს და ამ დროს იქ რაღაცა ზეიმი მოაწყონ და საარჩევნო კამპანია მოაწყონ. ხა რა თქმა უნდა, მოსახლეობა საკუთარ აღშფოთებას აქ გამოთქვამს. ჩვენ ნახეთ სახელდაკარგული ორკები, ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ჰისტერიულ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სახე აქვს დაკარგული, ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, არქიპოს ეთურის მრევლი, ჩვეულებრივი არქიპოს ეთურის მრევლი, ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები, ეს არის მათი რეალური სახე. ხო ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გაუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს, მართლა ტრაგიკულია. დამარცხინო და სამწუხარო ფაქტი, ესე იგი ამ ადამიანის სახეებს რომ უყურებდი არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელია მაიკ ჯექსონის ცოცხალი რომ იყოს ტრილერს ალბათ მათი ჩართულობით თავიდან გადაიღებდა. გუშინ ბექა იყო მანამდე სხვა ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები და წარმოუდგენელია ამ ადამიანებს ყველაფერი დაკარგული აქვს ზნეობა, კულტურა, ყველაფერი აბსოლუტურად. თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, განსხვავებული ხედვები, მაგრამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ, პატივისცეთ ჩვენს ქვეყანას, პატივისცეთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და ერთმანეთს არ მივაყენოთ არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს ეხება ყველას.